ზოგადად მინდა რომ გავიაზროთ, ზოგადად ქართული პარლამენტი ხა ეს დღეებია, რას აკეთებს რა. ქვეყანაში, სადაც თუ სწორად მახსოვს ყოველი მერვე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. ქვეყანაში, სადაც რაღაცნაირად მოახერხეს კიდე რომ სკოლაში ბავშვებს არ აჭმევენ, ისე დაიწყოს სასწავლო წელიც. აი ამაზე მსჯელობენ რა. ეს არის მათი დღის წესრიგი. რომ იმის ოდნავ მაინც რომ იმაზე იფიქრონ რომ რაღაცა გამოვასწოროთ. რაღაცა ხშირად ადარებენ საქართველოს ბელორუსიზაცია და რაღაც რუსეთთან უნდა გადააქციონო რა. ბელორუსიასაც და რუსეთსაც აქვს ძალიან საკმაოდ მყარი სოციალური ბაზისი. განსაკუთრებით ბელორუსს. ხო, რესურსები და ანუ აწარმოებენ ყველაფერს და ბელორუსს აქვს ყველა და ასევე რუსეთს ყველაფრის ექსპორტი. საქართველოში არის ბელორუსული მაღაზიების ქსელი. თბილი, ხო. საქართველოს ერთ-ერთი რისი ექსპორტიც აქვს. ეს არის ადამიანების ექსპორტი. ჩვენ უშვებთ ევროპაში ემიგრაციაში ხალხს. და ბუნებრივი წიაღისეული ხო, რომელიც გადის აი რაღაც აი ასე ნედლის სახით.